ახლა კი გადავდივართ თემაზე, რომელიც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ეს არის ატმოსფერული ჰაერი. ჰაერის დაბიძურება და ავტომობილების გამონაბოლქვი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ახორციელებს და არსებული მონაცემებით დარღვევების რაოდენობა ისევ მაღალია. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში თითქმის 3000 შემთხვევა გამოვლინდა. რაც გვიჩვენებს ეს სტატისტიკა, რამდენად ეფექტიანია კონტროლის ის მექანიზმი, რომელიც მოქმედებს, რა გამოწვევებია ამ მიმართულებით და რეალურად რა გავლენას ახდენს ეს გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე. ამ თემებზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიე ირემაძე. მოგესალმებით ტარიე, საკმაოდ ისეთი ხანგრძლივი ისეთი გრძელი ჩამონათვალი იყო თქვენი რეგალიების და პასუხისმგებლობაც ასეთი დიდი აქვს თქვენ სამსახურს. ნამდვილად გეთანხმებით. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და მადლობა რომ მადლობა თქვენ, ძალიან საინტერესო თემაა, ძალიან აქტუალური თემაა და აუცილებლად მინდა გკითხოთ, მე აღვნიშნე ძალიან მოკლედ, მინიშნება გავაკეთე, რომ 3000 შემთხვევა უკვე დაფიქსირდა დაახლოებით 3000 შემთხვევა მიმდინარე წლის 4 თვეში. ეს სტატისტიკა რას აჩვენებს, რა ტენდენციაზე მიანიშნებს? გამოვლენილი დარღვევების გამოვლენა გაიზარდა თუ თვითონ ფაქტები გაიზარდა და რატომ თქვათ? კი ბატონო, დასაწყისში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგადად გარემოს დაცვის სფეროში დღეს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს და ამოცანას წარმოადგენს საქართველოში არსებულ მსხვილ ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღების მიმართულებით ჩატარდეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არის სწორედ გზებზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას სტატისტიკასთან დაკავშირებით, მე გეტყვით, რომ დაახლოებით 3 წლის წინ, როდესაც საპილოტე რეჟიმში არსებული რეფორმა ჩაეშვა და უკვე გზებზე ჩვენი პატრულების ეკიპაჟები მოძრაობდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებოდით რამდენიმე მნიშვნელოვან პარამეტრს. მათ შორის სტატისტიკურად თუ როგორ შესაძლოა ეს ციფრები მაღალი ყოფილიყო ან დაბალი დარღვევების მაჩვენებლებს ქალაქების მიხედვით. თავიდან გამომდინარე იქიდან რომ ეს იყო საპილოტე რეჟიმში, მცირე რაოდენობის ეკიპაჟები მოძრაობდა, რაც წლის ბოლომდე სტატისტიკას გვაჩვენებდა, რომ დაბალი იყო შედარებით დაჯარიმებულთა რაოდენობა, მანამ წელი დასრულდა. თუმცა შემდგომ უკვე ჩვენ ვნახეთ, რომ ეს პრაქტიკაში საკმაოდ კარგად მუშაობს, გულისხმობთ იმას, რომ მოქალაქეების ცნობიერების დონე ერთის მხრივ მაღლდება და მეორე მხრივ ზოგადად აღნიშნულმა, ესე ვთქვათ, გზაზე კონტროლმა ერთის მხრივ ქალაქებში მოქალაქეების კმაყოფილება, ვინც ავტომობილებით გადაადგილდებიან, გამოიწვია, იმიტომ რომ აღარ არის ეს ვიზუალურადაც შემაწუხებელი, მათ შორის რა თქმა უნდა ჯანმრთელობის პრობლემებიც თანაც დაკავშირებულია აღნიშნული საკითხი. შესაბამისად, ჩვენ გავზარდეთ ეკიპაჟების რაოდენობა, ამით მინდა ვთქვა, რომ გაიზარდა ლოკაციები კონკრეტულ ქალაქებში, სადაც ჩვენი პატრულების ეკიპაჟები უკვე ფარავენ ისეთ ადგილებს, სადაც შეზღუდული რესურსებით ესეთი ადგილების დაფარვა თითქმის შეუძლებელი იყო, რამაც გამოიწვია სტატისტიკური, ესე ვთქვათ, გაზრდა. თუმცა ერთის მხრივ ვიზუალურად თუ ჩვენ ნახავთ კონტროლის დაწყებამდე პროცესს 2023 წლის 4 სექტემბრამდე პროცესს და შემდგომ ნახავთ, რომ ვიზუალურად ქალაქში ისეთი ავტომობილების რაოდენობა საკმაოდ საგრძნობლივ შემცირებულია, რომელსაც შავი ფერის გამონაბოლქვი ახასიათებდა, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში და დატვირთულ ლოკაციებში. ტარიე, აუცილებლად მინდა გკითხოთ, რამდენი იყო ეკიპაჟების რაოდენობა და რამდენი გახდა, ანუ რამდენით გაიზარდა, რომ ესეთი ხელშესახების შედეგი მოგცოთ თქვენივე განმარტებით. გეტყვით, თავდაპირველად ერთეული, ესე ვთქვათ, რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებოდა, ჩვენ გავაორმაგეთ შემდგომ ეს ციფრი დღესაც შეზღუდულია, მინდა გითხრათ და ადამიანური რესურსი არ არის მასშტაბური, დაახლოებით 20-მდე ეკიპაჟი გადაადგილდება აღნიშნულ ქალაქებში. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველაში ერთად თუ თბილისში 20, ქუთაისში 20 ჯამურად გამომდინარე იქედან, რომ
რა თქმა უნდა, ამოციდან ყველაზე დიდი წილი მოდის დედაქალაქ თბილისზე, გამომდინარე ქალაქის ფართობიდან და არეალიდან. გვაქვს რა თქმა უნდა დარჩენილი 3 ქალაქი ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი, სადაც შესაბამისი ესე ვთქვათ ლოკაციები დასაფარი არის შედარებით მცირე მასშტაბიანი და იქ უკვე მაგალითად 2-3 ეკიპაჟი სრულად საკმარისია და საკმაოდ კარგ შედეგს დებს. პლუს ამას ასე უნდა აღვნიშნოთ ის ესე ვთქვათ ხელსაწყოები და ევროპული აპარატურა, რომელიც სტაციონალურად არის ჩამონტაჟებული აღნიშნულ ავტომობილებში და ეს არ არის უბრალოდ ავტომობილის გაჩერება და ვიზუალურად საჯარიმო სანქციის გამოწერა, ხდება უშუალოდ მძღოლის თანდასწრებით ან ავტოს სატრანსპორტო საშუალის მესაკუთრის თანდასწრებით გაზომვა, ესე ვთქვათ, შესაბამის ხელსაწყოებით და ციფრობრივად დადასტურება, რომ ამა თუ იმ ავტომობილს, იქნება ეს ბენზინის თუ დიზელის ძრავიანი, აქვს თუ არა შესაბამისი პრობლემა და ადგილზევე ხდება საჯარიმო ქვითრის გამოწერა დარღვევის შემთხვევაში. იგეგმება აუცილებლად დაუბრუნდები ამ პროცესს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, რომ მძღოლები, რომლებიც გვიყურებენ და რომლებსაც არ ქონიათ თქვენს ეკიპაჟებთან შეხება, იცოდნენ რაზე მოხდება შემოწმება მათი ავტომობილი, რა შემთხვევაში გააჩერებენ თქვენი ეკიპაჟები. მანამდე მინდა გკითხოთ, თქვენ თვითონვე თქვით, რომ ეს რაოდენობაც არ არის საკმარისი ამ ეკიპაჟების. იგეგმება თუ არა რაოდენობის გაზრდა? რაოდენობის გაზრდა ნამდვილად იგეგმება. აღნიშნული პროცესი პრინციპში უკვე დაწყებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ესე ვთქვათ ამ სტატისტიკის საფუძველზე ყოველ მინიმუმ 6 თვეში ერთხელ ვაკეთებთ ანალიზს, გვჭირდება თუ არა შესაბამის ლოკაციებზე გაძლიერება, როგორც ადამიანური რესურსის, ასევე ტექნიკური შესაძლებლობების და რა თქმა უნდა ეს პროცესი უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე მოხდება მათ შორის ეკიპაჟების გაძლიერება, რამდენიმე მიმართულებით იქნება ეს ტექნიკური თუ ადამიანური რესურსების მიმართულებით, რაც ასევე მოგცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად ბევრი ლოკაცია დაიფაროს და შესაძლოა ეს გარკვეულწილად სტატისტიკაზეც კონდეს გარკვეული ეფექტი. თავარია შედეგზე, საბოლოო შედეგზე. ტარიელ, აუცილებლად მინდა გკითხოთ, დავუბრუნდეთ იმ თემას, რომ აი მძღოლს, როდესაც აჩერებს ეკიპაჟი მანქანას, რა კრიტერიუმის მიხედვით არჩევს მანქანას, რომელიც უნდა გააჩეროს, ეს არის მხოლოდ ვიზუალურად შავი გამონაბოლქვი, არის სხვა ფაქტორებიც თუ არა, კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ ჩვენს მაყურებელს. საზოგადოებისთვის რომ მარტივად აღსაქმელი იყოს პატრულირების ეკიპაჟები, რომელიც ესე ვთქვათ, ავტომობილებით გადაადგილდებიან, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი წესით პატრულირება, როგორც ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპატრულო პოლიცია აკეთებს, შესაბამისი წესით ჩერდებიან ავტომობილები, თუმცა გაჩერების სამართლებრივი ფორმა უჩნდება ჩვენს ეკიპაჟს, მაშინ თუ ის ვიზუალურად დააფიქსირებს და შეხედავს, რომ ამა თუ იმ ავტომობილს აქვს ვიზუალური სხვადასხვა ტიპის და ფერის გამონაბოლქვი, რა თქმა უნდა, ეს აღიბეჭდება მათ შორის ჩანაწერით და კამერითაც, რომ შემდგომ უკვე სამართლებრივად არ იყოს გარკვეული პრობლემები და კონფლიქტები მათ შორის მესაკუთრეებთან და უკვე ადგილზე ხდება აი ამ ხელსაწყოებით, რაც მე აღვნიშნე, ეს არის გერმანული ტიპის ხელსაწყოები, რომელიც აპრობირებული არის ევროპაში სხვადასხვა წარმატებული ტექინსპექტირების ცენტრებში. ჩვენ აღნიშნული, ესე ვთქვათ, პროცესი მანამ დაიწყებოდა რეფორმა, შევისწავლეთ მათ შორის ევროპული ბაზარის და სხვა ტიპის ბაზრების და სწორედ გავაკეთეთ არჩევანი ერთ-ერთ საუკეთესო ტექნიკურ საშუალებებზე, რომლის ცდომილების კოეფიციენტიც საკმაოდ ნაკლებია. ცდომილების კოეფიციენტს ვამბობ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თქვენ იცით, რომ ქვითრის გამოწერიდან დარღვევის შემთხვევაში ავტომესაკუთრეს ამ მძღოლს აქვს 2 საათი, რომ გაასაჩიროს და გადაიყვანოს საკუთარი ავტომობილი ამა თუ იმ ტექინსპექტირების ცენტრში, მისთვის სასურველში, გაატაროს ახლიდან ავტომობილზე ტექინსპექტირება და უკვე თავად ნახოს ჩვენი ესე ვთქვათ გაზომული შედეგები, რამდენად თანხვედრასია რეალობასთან და თუ აცდენა იქნება, ცხადია, ანულირება ხდება აღნიშნული საჯარიმო ქვითრის, თუმცა ესეთი შემთხვევები თითქმის არ აგვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ აპარატურა თითქმის არის უშეცდომო და პრინციპში უმეტესი ტექინსპექტირების ცენტრი დედაქალაქში და სხვა საქართველოს ქალაქებში იყენებს სწორედ აღნიშნულ ტექნოლოგიას. აუცილებლად მინდა გკითხოთ, სანამ დაგემშვიდობებით, ბევრი თემა კი დამრჩა, მაგრამ ვერ ვასწრებთ უბრალოდ ყველაფრის ამოწურვას. ჰაერის ხარისხის გაზომვა მას შემდეგ, რაც რეფორმა ჩაეშვა.
გადამოწმდა თუ არა და აი ამ თქვენი რეფორმის წილის გაზომვა შეგიძლიათ თუ არა უკვე ხარისხის მაჩვენებლით. საკმაოდ საინტერესო და კომპლექსური კითხვა, ძალიან მოკლედ რომ გიპასუხოთ, გარემოს და სასოფლო მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი უწყება არის კომპეტენტური და მათ შორის ვალდებული აღნიშნული საკითხების გასაჯაროებისთვის და ამას აკეთებს ყოველ ესე თქვათ თვიურად და შესაბამისი პერიოდულობით, რა თქმა უნდა, დრო და დრო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში მათი ესე თქვათ ჰაერის ატმოსფერულ ჰაერში შესაბამის მავნე ნაწილაკების გამზომი სადგურები, რომელიც დამონტაჟებულია ზომავს ამ ყველაფერს 24 საათის განმავლობაში და რეფორმის დაწყებიდან დღემდე იგრძნობა გარკვეული პროგრესი. მე გამიჭირდება ხმამაღლა დავადასტურო პირდაპირ კორელაცია აღნიშნული ესე თქვათ პატრულირების შედეგებსა და ჰაერის გაჯანსაღებას შორის, თუმცა რა თქმა უნდა ის კომპლექსური საკითხები, რომელიც სამინისტრო ატარებს, ეს არის უბრალოდ ერთი კომპონენტი, რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. ამის გარდა, ცხადია თქვენ იცით, ტარდება ძალიან ბევრი ღონისძიება, მათ შორის პოტენციური დამბინძურებელი საწარმოების კუთხით, იქ გამზომი ფილტრების დაყენების, ელექტრონული თვითმონიტორინგის და ასე შემდეგ და ეს ესე თქვათ ღონისძიებები ერთობლიობაში გვაძლევს საბოლოო ჯამში იმას, რომ ჰაერი გახდეს დღითიდღე უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ტარიელ საინტერესო მიმოხილვისთვის. თემა იმდენად მოქმედი, იმდენად მოძრავი თემაა და განვითარებადი, რომ აუცილებლად ჩვენ ამ თემას ბევრჯერ დაუბრუნდებით. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე.